საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია მეორე დღეა ვენაში იმყოფება. დელეგაციას უმრავლესობის წევრი ვიქტორ დოლიძე ხელმძღვანელობს. დელეგაციაში არიან უმრავლესობიდან ზურაბ ბაბაშიძე და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი გიგი წერეთელი, რომლებიც ეუთოს ზამთრის საპარლამენტო სესიას ესწრებიან. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ეუთოს თავმჯდომარესთან და კომიტეტების წევრებთან. გვექნება ომხრივი შეხვედრები როგორც ეუთოს ამჟამინდელ თავმჯდომარეობასთან, ტროიკასთან, ასევე კონფლიქტების ცენტრის დირექტორთან და გენერალური მდივნის სამდინოს უმაღლეს წარმომადგენლებთან. თქვენ მოგეხსენებათ, რომ შემდგომი სესია უკვე გაიმართება სტამბოლში და საბოლოო რეზოლუციის მომზადების პროექტში გვინდა ჩავდოთ მაქსიმალურად ყველა ის ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის დეოკუპაციის აუცილებლობა, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა და ყველა ის უსაფრთხოების არაღიარების პოლიტიკა ამავე დროს ბუნებრივია, რომელიც გვინდა რომ აისახოს საბოლოო რეზოლუციაში.